ეს არის რა, ეს ბიზნესი რა, ეს ოხერი ეს. სამუაგონდა იმდას ხინკალი. გაჩები ჯო ეხა ნუ მიშლი აქა ნერვებსა, თორე დაგახჩობ აქა. ხალხი დაუჯერებს მაგასა. გამოსული არის ოპოზიციაში შიქხვა რა გაქვთ თქვენაო. სწორია ხალხი. სულელი არის ეს პატრონი მოწყნული ესა. ხინკალი გაქვს, ხაჭაპური გაქვს, ბორჯომი გაქვს, რას კრძალავ შეკარგ მოთხუნო, დააყენე რა ატარაკი. ისე ხუარი ღირსი ახლა გადამოიღო და გააბრწყელო ხინკალის ცომივით. იცი რა უნდა უხრი, თენგო. ვისთანაც ვიოთ, უნდა უთხრათ რომ კუჭები დატოვოთ, არა ხინკალი კარგია თქო. მართალი ხარ ბიჭო. ეგ იქნება ნაღდი ძომა. არა, ამდენ ხალხს რა ფერ უთხრათ ეგ? ვინმე ხინკლის ექსპერტი რო ვნახოთ და იმას ვათქმევინოთ, ფული მივცეთ. რო თქვას მე მოგცეს ფულიო, ესაო, ისაო, სამივიდია. იმდენი კი არ უნდა უთხრა ბიჭო, რომ გავარდეს და ყველგან თქვას. ბევრი უნდა უთხრა. სად გვაქვს ბევრი, აი რა. როგორ გინდა ეხა ბიზნესი ეგრე არის, უნდა გავიმეთოთ რაღაცა. იმ ვილკომ არა, შენ რა გონია როგორი შოა ფული. იზღორები რა დაკლა და სუჭამა. ჯერა შეხედა, დააკვირდა. აი, დაუშვათ გავაყენოთ ეგრე. სავიშოვოთ ექსპერტი. რა უნდა ექსპერტები შოვნასა ბიჭო. ხინკლის კუჭებზე მეტი არიან ეგენი. ნუ შემაჩვიე ხელი შენ. რა გაგიტყდა? დამიტყდა. ხო და შეიყარე ნამსხვრევები უკანა. დავიღალე ბიჭო. ეუბე. გამარჯობა. გამარჯობათ. თქვენ ის ექსპერტი არ ხართ იმ ფრაქციიდან რა ქვია იმას ქვია თემურ მაისურაძის ფრაქციიდან ვართ, ფრაქცია ჰომოფობები. ხო ეგა. მობრძანდით, დაბრძანდით. დაბრძანდით. მოკლედ ახლა რა უნდა თქვა, იცი? ხო. აი ხინკლის კუჭები არისო ძალიან ცუდიო რა და აი ხინკალი არის ძალიან მაგარიო. ხო ექსპერტი ხარ შენ? კი, ექსპერტი ვარ, ექსპერტი. ექსპერტი ვარ, რამდენჯერ უნდა გითხრა. ხო და 500 ლარსა ჩავახუტებთ მაგ საქმეს. ხო დადიხარ ხოლმე სადმე გადაცემებში. კი, დავდივარ, აი ელისო ელისაშვილთან დავდივარ, როცა თემურის არასცალია. ხინკალი ადიდეთ და კუჭი ცუდია თქო, თქვით? თქვენ რა ძალიან თავს იგიჟებთ. რაშია საქმე ყვაწვილობა? რაში არის საქმე და ჩვენა ბიჭებსა ძალიან გვიყვარს ხინკალი. ხო და ეხლა შეცოტავებისკენ მიდის. რო აიკრძალოს მერე ბიჭო, რა შემიყლებ ჭამოთ. ვის ატყუებთ თქვენ? გულთ გონთხართ, ა? რა ხორთხართ ხარ დო? დაგვეხმარე რა, ბიძია რა, რა მიდის შენი? ხო ეხლა რას გთხოვთ ისეთსა რომ შენს ხო შეარჯდება ბიჭო? კაი, ხო, კაი. ეხლა ავდგები და წავალ და სხვას ვნახავ ვინმესა, ექსპერტების მეტი რა კარიერა. ვინმე ტყვის მამაპურ თემაზე უარსა. ერთსქესიანი ადამიანების დაკანონებასა ხო არ გთხოვ ბიჭო? ხო, კარგი, კარგი. ხვალ მივდივარ ულტიმატუმში და იქ ვიტყვი ყველაფერს. აგა შენ აღბერთმა. დაგირეკავ ხოლმე. ხო, კიდე ისა კუჭები არ აჭამოთო, აი ესე უთხარი. აბა ჰე. ალო. კარგად ხალბატონო. ციგარი ხარ შენ. დაურეკები ჯო იმ ტაშკუილა ექსპერტთანა. ხო. ჯერა არა იყო და ბოლოსა როგორც იქნა აი.
გადაცემայի დაგეგმილი არისო და ჯერა ვერ მივდივარო. ინახე შენ. ო და მაშინა მოიტა ეგ ფული მეთქი უკანა. რა თქმა უნდა. რაიო და გადაცემებიო დაგეგმილი არისო და მაინც ვერ მივალთო ახალ თემამდეო. რა უნდა ვხლა ხა? ო და შენა კიდე მაგ ფულსაო ნუ ახსენებო თორე გაგიბაზრებო და ყველას ვეტყვიო რომ ხთამს მაძლევდიო. ო და მე ნახავ შენაო რომ ავოგაყობინებ თავსა ვირისაბანოშიო. ხო გითხარი რა თენგო რა, ხო გითხარი რა. ცოტა ზევით უნდა გადავწყვიტოთ ბიჭო. რომ მე ეს ექსპერტის მიშავდეს იქ გადაცემებში. ხაზევი. შენები ხო იცნობე ცოტა შვილს. მიდი დაელაპარაკეთ ხოვე, შეეხვეწე ან დააგინეი ვაფშე. გამოიჩინე ცოტა ბხაი ბიჭო. უი, დათოდანინა ისრობენ მაგას. მამე რას გეუბნები აბა? დეველაპარაკები დღეს. ო, მიდი დაჯე შეუდექი დილიდან ამ საქმეს. მიდი გიგო. ჩაის დალევ თუ ყავას? ჩაის. რამდენია შეგვიძლია? 5 ჩაყარ. ბაქარ, მოყევი ხარ, როგორ მიდის შენი საქმეები? ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ გამევიდა ის კაცი და ილაპარაკა რაცხა სისულელეები. ვინ კაცი რა რაცხა? თქვენი ნაცნობი როა მინისტრი. მომღერალი. ცოტაშვილი? ცოტნე? ხო? მაგი. რაო ცოტაშვილმა? ხინკალი გამოეცხა და საფრთხეთ. აი? რა? რესტორნები გვეუბნებია შეცოტავდა ხინკლის მოხმარებაო. იქონია გავლენა მაინც იმ განცხადებამ რა. დამეხმარეთ რა, გეხვეწებით. ან თქვენ დაილაპარაკეთ ან მეც დამაკავშირეთ. თუ არა დამექცევა თავზე ბიზნესი. ანკა მუშაობს მაგასთან, გინდა დაურეკო? დაურეკე რა, გეხვეწები, მაგრამ მარტო ანკა ვერ მოაგვარებს მაგას, მეც უნდა შევიდე. იქნება შევაცოდო თავი. თათოვიძია, შენ რო გამომყვე? რა, ბაქა იცი რა, რო გითხრა რომ ცოდნეს კარგად ვიცნობ მეთქი, მოგატყუებ. თან თათფირი მაქვს სამსახურში. გაყვება ნინაგაც. აი, რა უშავს. ეხლა ველაპარაკე, გადიოდე და შემოგივლითო. მადლობა. და ნინა ბისოლა, შენ რო გამომყვე? ანკა გაყვება და თუ რამე შეუძლია დაგეხმარა. კაი. მოისაგაც, რას ბოდიავე ბიჭო შენ. რას საფრთხეა ხინკლას გეზო ბავშვებიდან ვჭამ და ვარ ყიცივით. რა ვიცი მე თათოვიძია, ხო გითხარი სისულელები ლაპარაკა მეთქი? ნინა შენი ჯერიმე ზაზას არ უთხრათ ეგ. მე შევაპარებ ნელ-ნელა. დაგცეულ ხარ და თუ აბა რაღა უნდა შეჭამო ყოველ მესამე ხუთშაბათს. ფილმენი. არ გაწყობს ხო შენ ფილმენი? აი რა თათოვიძია რა, ვიგრე და მეხმარება. Hello, привет. როგორ ხარ? მარას. აუ ანკა რაღაც უნდა გთხოვო. ცოტა შეხვედრე რა ბაქარი რა. წამო. პრივეტ აკა. გამარჯობა, ბაქარ. ბაქარს აქ რაღაცა ბიზნესი და პრობლემები შეექმნა. ცოტა დაელაპარაკე მე რაღაცას ურჩევს. გამარჯობა. გამარჯობა. წამოობა, წავიდეთ და გზაში მომიყევი, მე გადავწყვეტ რა და როგორ მაგის მიხედვით. კარგი, მანქანით ვარ მე და გაგიყვანთ. რა ყოჩაღი ხარ, დედაში მანქანაც. მიხედე რა. კაი, წავედით, აბა. დაგირეკავთ მე, ოქრო ხარ. ახალგის. წამოობა, წამოვა. ჩემი ბიზნესვუმენი. მოდი. ოჩაი გოგო ხარ შენ. გამიცილდა ყავა და დამისხინინა. ბიჭო და ამ ხინკლის კუჭებს გინახავენ და მერე გაძლევენ? ცოტა ფულს ქევიხდი, სვანაგავში რო ჩაყარო. ვარა მაგარია. ხო და ესო ვითომ ხინკლის კუჭნაჭამი ღორეს მწვადი უფრო გემრიელია მართალია. მაგი მართალია. ვარა საინტერესო. ზოგჯერ სვანაგავსაც ქიაყოლებენ. იმ დღეს გვეჭხობა ბულგარელი თევზის ფაი იყო, შეყოლელიო, შეგნითო. რავარი დაუდევარია ქართველი კაცი რა, რავარი დაუდევარი. ნაგავსაც კი ვერ შეგიგროვებს, ასე ვარ. ეგ ხო. ხო და მომისმინე და შოულობ ფულს ისე რა, კაი ფულს. ჯერ ისე რა. მაგრამ ის გვაქვს ჩვენ. მე იცადე რა ქვია იმას. რა ქვია ბიჭო? პერსპექტივა გვაქვს. ხო, პერსპექტივა გვაქვს. და მაგით არ მიგდა რომ მოვაკლდეს კუჭები. ვაუ, ბაქარ, ვაუ. ოჩა. აბა. მომისმინე. ეხლა მე შევაჯერ, შენ აქ დამიცა და მე გამოვიდა შევтеყო. აი, გადაიდე, დაგელოდები აქა. ვინა? აი მე მოგიკუდეს შენ დიდ. ბაქარ. ცო.
ხო და უნდა შევარბილოთ მეთქი რას გეუბნები აბა ამდენი ხანი. ო, შემჭამა ამ სახინკლძელმა აღარ შემიძლია. იქნებ რამენაირად რაოდენობაზე არ გააკეთოთ აქცენტიო და რა ვქნა ეხა მართლა ჩემი გადაფურთხებულიავლოკო თუ რა გავა. ნუ გამელაპარაკები ტელეფონში, მოდი დროზე გელოდები რა. ეს ლომინაძე და მაისურაძეც ბჟუტორებე რაღაცაზე. არ უნდა გაგვივიდეს საბჭო კონტროლიდან, დროზე, მოდი რა. მიდი. რაღაცას გეტყვი და გეხოცები არ იქიო. იცი რა აღარ გიყვარა რომ მიდი რა. დებილი ხარ, შუაში სერიოზულად მომისმინე რა. კარჩე, ერთი სოფლელი ბავშვია, ჩაწია ხელე. დათოსდაინეს ნათესავე და უნდა შენთან შეხვედრა და დავაპარაკება და გთხოვ დაელაპარაკე რა. ანუ მართლა არაფერი, მე აქ ვიდგები ძალიან საყოველად იქ რაღაცა შემიძლია სურათები გადაგიღო რა, აი მოსახლეობას როგორ ხვდები და ნუ ეგ პონტი რა. ვაფშე შეგიძლია არ შეუსუღო რასაც გთხოვს, ანუ ეგ ძალიან კიდია, პროსტა მოусმინე ბავშვს რა აწუხებს. ძალიან გთხოვ, ძალიან საყოველად ბავშვია, ძალიან მეწოდება რა. ეგ შენ ნორმალური ხარ გოგო. ვიღაც სოფლელი ბიჭებისთვის ცხება ეხლა მე. აი ეგ სოფლელი ბიჭები, როდის ვინ რა გამოვა, კაცმა არ იცის რა და უნდა მოусმინო, იმიტომ რომ არ იცი რაში გამოგადგებიან. და მარტო ბახოს და ბეკას მოსმენ ჩორს ვერ წაყოლ, ნუ გესმოდეს მაგდენია. დებილი ხარ. თხოვ რა იყო. თხოვ. აქ ყავს უკვე? ხო. მოიყვანა. ვაი, მისიც საყარები. კეთილი კაცი ხარ. და სანამ მოსახლეობასთან შეხვედრას დამიგეგმო, იქნებ მკითხო ხოლმე, ჰა? კეთილი კაცი. ძალიან საყვარელი ბავშვია, მართლა ერთი წუთით. ბაქარ, მოდი შვილი, მოდი აბა. მიდი აბა დაელაპარაკე, მიდი. კაი კაცია, ნუ გეშინია. წავედით, დავტოვეთ მარტო კაცები. დაჯექი. ადლო. გისმენა? ინგლის კუჭების ბიზნესი გვაქვს ჩვენ. მე და ჩემ მეგობარ თენგოს. ხო და ახლა თქვენმა სამინისტრომ რო გამოაცხადა ხინკალის საშიშიაო, ნამეტანი შეცოდაო და ხინკლის ჭამა რა. ხათ ევიღუპებით გონია. ძალიან კი მერიდება, მაგრამ მართლა თუ არ დაიქცევა ქვეყანა იქ. რა ბიზნესი გვაქვს, ხო? ხინკლის კუჭების. ნენაირად. ერთი კაცია, ბულგარელი. ბულგარეთში აქვს დიდი ღორების საღაურე, აეროპორტის ხელა. ხო და დაადგინა იმ კაცმა რომ ღორები რო ჭამენ ამ ხინკლის კუჭებს, ხო? ეგ ყოფილა მაგათთვის სასარგებლო. აი კაც. ხო. ჩვენი რესტორნები კიდე ნაგავში ყრია. ჩვენ მივდივართ ვაგროვებით და ფოთის სპორტიდან ვგზავნით იქან. თუ გინდა თუ რაც შეიძლება მეტი ხინკალი ჭამოს ხალხმა, ხო? კი ბატონო. თქვენი სამინისტრო თუ იტყვის რომ ხინკალი კაია და კუჭები ცუდი თქვა, ჩვენც ქევიხეირებთ პატარას. კუჭები ხო, კუჭები თუ რა აბახი. ძალიან იმერიდება, მაგრამ ვალები ევიგეთ რა ეს ბიზნესი რო დაგვეწყო. ბათობიძია და ნინა ბიცოლა ნათესავები არიან ჩემი და მაგათმა მითხრეს ეგ ისეთი კაცია უარს არ გეტყვის. რას ამბობ კაცო, რა უარი უნდა გითხრა რა, მე რა მინდა რომ მცირე ბიზნესი დაზარალდეს. თქვენ გეიხარეთ რა თქვენ ოჯახში რა, რასაც თქვენ დედა ჩემი გლოცავთ, მე რო ისე დამლოცავს ავშენდები გონია. ხო, რატო, მითხარი რატო? ძალიან უყარხარ, რა ვიცი. ხო, ძალიან დიდი მადლობა გადაეცით ჩემგან. არაფერზე არ ინერვიულო, რაღაცას მოვიფიქრე აუცილებლად. მადლობა, ნახო. პირიქით, როგორი გეკადრება, კარგი. აუ, მე გადაინა. კარგად, აბა კარგად მიდეცა. ო ისე ლამაზად დავაგდა ანკა, ყველაფერი შეიძლება პრემია გამოგიწევს. მართლა? მე შენ მაგარი კამანდა ვარ ესა თქო და. რასი დებილეშია ხოლმე ზოგჯერ გამოსავალი და ეს ბუდა. ეგინდა რა. არაფერი გამოცე. გამოსწად იმუშავე და დაგიძახეთ მე. მიდი. კუჭები. ამოიღებ ხმასა თუ წყვიტ უეხლა აქედანა. სად იყავი ამდენი ხანი? ველაპარაკე, ბიჭო, მინისტრია, ის ხო არა, ვინც ხარ? ხო კარგად აუხსენი ყველაფერი. ავარ საჭირო იყო ისე და ველაპარაკე. ასე და ასე ატყობ ხარ.
რაო მე მაკალემა მაგანა. Ravar čer mitxari ისე ვიზა ყველაფერს. გეკაიფა ბიჭო. მე кайფა, კაცო ხალხს ვეწყვილ ყუჭები დატოვე თქვა და ხინკალი პირიქით შეჭამეთო. მოიცა კაცო ეხლა ასე მარტივად აღთანხმდა. ითქო ბიჭო, რა გამიბუღე, ვინი? საცემი ხარ რა, საცემი ხარ. გეკაიფა და შენა კიდე დაიჯერე. არ მე кайფა, ბიჭო, რა გინდა? ხო და მოგიშორა თავიდანა ხო? თავიდან მოშორების არაფერი ეთყობოდა მაგას რა, ატარე რა, რა მანქანა რა გეხვეწები რა, ატარე. არიცი შენაბღარო ცხოვრებაი, არა. აბა შეჭამე. ჭამე ნადირო. შენ აღარ დალიო მეტიც არა. ახმენიაზე სერგო ბუხნი კაშვის გავხარ. ბიჭო ხვალე დილით ადრე ვართ სადგომები. გაჩუნდით რა კაცო რა, მე დილით ადრე ადგომაც ვიცი და თავი ძროზე დაძინებაც რა. იწება ბიჭო გორია, გამეცალი გოგო და უწე ტელევიზორს. გამოდი შენ რა. მოდი. მოგესალმებით. ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია ჩვენმა პირველმა კვლევამ და მინდა უფრო მეტად განგიმარტოთ შექმნილი ვითარება. ჩემო ძვირფასებო, ხინკალს ქართველი კაცი ყოველთვის ჭამდა, ჭამს და რასაკვირველია შეჭამს, ამაში ეჭვი არავის შეუტანია. უბრალოდ ჩვენმა უკანასკნელმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ადამიანის ორგანიზმისათვის სასტიკად მავნებელია ხინკლის კუჭები, ანუ თვითონ აი ეს ცომის გროვა, რომლის გადამეტებული დოზით მიღება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ორგანიზმს, ამაში დამეთანხმება ნებისმიერი კვალიფიციური ექიმი. მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ მოვახერხებთ ხინკალი მივირთვათ აი ამ კუჭების გარეშე, ეს იქნება აბსოლუტურად უპრობლემო რამ. მე მესმის რომ არ ვიცი შეიძლება კუჭში არის რაღაც ხიბლი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ყველაფერი რაც მომხიბლელია ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი ბოდიში მოგიხადოთ შექმნილი გაუგებრობის გამო და იმის გამო, რომ თავის დროზე უფრო მეტად არ განგიმარტეთ, რას გულისხმობდი და უფრო მეტად არ შეგეყვანეთ დეტალებში. გმადლობთ. ბიჭო, გეიგორე რა თქვა? გამოვიდა, გონია ეს საქმე. მალადეც მაოში. გამოვიდა, ბიჭო. დედა. შენ მალაპარაკმა გაჭრა ვითა? აბა ხوارდე ეს იზბრებოდა, დედი. ბაკა, შენ უნდა გახდე პრეზიდენტი. იცი, როგორ ყველაფერი ენბაშად ხო არ გამოვა რა. შეშემოგებლოს დედა, შენ რა ქნა ისწავლა რაღაცა ამანაც. ისე ეხლა მაგასაც ეგარი აწყობდა. ეს ხალხი გაგიჟებული და გაბოროტებული არის. სადაც დავიჭერთო იმ მინისტრსაო, ხო? გაუხეთქავთ თავსაო. ესეთი გაბრაზებული მეხინკლები ჯერ არ მინახავს ნა. გაბრაზებული მეხინკლები, ბიჭო, არიყავი. რო შევედი რამდენი ხანი ველაპარაკე, ბიჭო, რამდენი ხანი. ხო და მაშინაც ჩვენ გაკეთებულ საქმეს გაუმარჯოთ. გაუმარჯოთ შემოთენგო რა, კარგად ევიწყე და კარგად გაგოგზელებიას რა. ეს თუ ლაპარაკს ისწავლე და რა ვიფიქრებდი ამას. ნიჭიერია მამა მიფსმო. რაო? მეფსიავო. არა, ამათმა ესე იციან ხოლმე ხურობა. აბა, ჩაი გაგიგეთო. რა ჩაი დედა გვინოსო. ამოჯახის კედელ კუთხე. ქრისტე ღმერთო შენაკურთხე. ამინ. თამუნა. წამოდი მე მეხმარე. თამუნა. არ დეეწება სამი დღე მჩიოთ. მოკლეთა, ესეთი ამბავი არის რა. დამირეკა ბეჟანამა. ის ოჯახში აგროვებული ხინკლის კუჭებიო საწავიღო. ოჯახში რა ხინკალი უნდა იჭამოს, ეგ ამისთან. შენ აბიჯო იცი რა წერია 200 მილიონერ ალიგარხავაში. რა ზარი? რა წერია და თითო კაპიკს უნდა ზდიოო, რომ გამდიდრდეო. შენ ანუ გაზარამაცი, თორე დაგახჩოფ იცოდე. არ გავზავმაცდი. მაგრამ ასე კარდაკა რა ფერ უნდა ვიაროთ ჩვენ? ჩვენ კი არ უნდა ვიაროთ ბიჯო. აბა, პუნქტი უნდა გავხსნათ ბიჯო, პუნქტი. გაიგი? თბილისში და რეგიონებში კიდე ტოჩკები. ამდენი პუნქტი რა ფერ უნდა გავხსნა ჩვენ კიდე? ყველგან კი არ ჭამენ ხინკალს აბიჯო. თიულეთში და იქით და ზევით და იქით ჭამენ. იქ უნდა გავხსნათ და თბილისში. კაი აზრია, მაგი. კაი აზრი არის, მაგრამ არის აბა. მაგრამ სანდო კაცი გვჭირდება. რომ ის ხინკლის კუჭები არ მოგვიტეხოს.
აუ ბაქა გეხვეწები ჩვენ ვიქნებით და მე და თან უნდა ჩავიბარებთ. თქვენ რა შეიბარეთ, გოგო გაჩერდი რა, თუ ხალი ხარეთ. კაი აზრი არის ბიჭო. ჩაიბანონ რა ამათმა. მაგრამ ბღარები მერე ბავშვები ცხარეზე გვეყოლება იქვე. ზოგჯერ დედაჩემი დაიტოვებს. აბა ჩვენზე სანდო ვინ უნდა მიიყვანოთ იქ? მაგარი არის ძმაო. ჩაიბარონ. წოლი ხო არ მოგიტეხავს კუჭებს. თუ მოგიტეხავს კიდე თავის თავს მოუტეხავს. ლოგიკურად რო იმსჯელოთ რა ეხა. კაი, ჩაიბარონ ამათ. ხო, კიდე პუნქტი მაქვს შეთვალიერებული, გაიგე? დღესაც საღამოსა მივიდეთ და მივცხოთ. და რა უცბად იცი ყველაფერი შენ კიდე. შუსტრი ვარ, გოგო, შუსტრი. დაგაბიჯო მაგრათა დაარტყი. ბეჟანა მივეკავს. ო, ბეჟანა. როგორ ახარ ბიჭო? ო, გავხსენით, ყველაფერი კარგად მიდის. ხო, უსტაბაშვილის 12 ნომერი არის. მიდი ახლა დაგზავნე იმ მესიჯები, აბა შენიცი. წილში ხარ, მასაც შენ ფეხებში ხარ, აბა. ო, კაი მიდი გენა, კაი. ეგიც უნდა იყოს წელში. ო, ბიჭო, 5% მივცე თვითონ ჩამბარებლიდან. ჩვენ რა გადაგვრჩება მე? რა დებილი ხარ, ბიჭო, რით ვერ ისწავლე თუ რა, შეკარგ მოწყულო შენა. მოდაგიღია პირი ხაშურის თვითდაჯერებული გამგებელივითა. იმანა უნდა ირბინოს, მესიჯები უნდა გზავნოს. ჟენა, ხუმრები მაგასა. ვინ დაგთან ხდება უფულოთა. არა, ეხლა ბაზარი არ არის, ბეჟანა საქონელი არის, მაგრამ ვირიკი არ არის. გოგოებსაც უნდა მივცეთ ხელფასი. ხელფასი კი არა, ეხლა ნობელის პრემიაა, არ უნდათ. რასაც ჩვენ შოულობთ, მაგათი არ არის. ბაკა! რა არის გოგო, რა ჩაგიცვიათ ესა, ჰა? ოპერაში მიდიხარ თუ ხინკლის კუჭები უნდა ჩაიბარო? თო, რა გინდა შენ? მიმღები პუნქტია და ლამაზად უნდა ყო. ბაკა, შენი ნაჩუქარი ბლუზკა მაცია. იხდებ. ძალიან მოკლე კაბები გაცვიათ თქვენა. აქა ნახინკლარნა არყალი ხალხი მოდის, გაიგეთ? და ცოტა წყნარათა. ნუ გეშინია წადით კაცო თქვენ რესტორნებში დაგვანებეთ თავი. ო, გაბარებთ ახლა ამ პუნქტსა და აბა თქვენიცით. კარგად დაითვალეთ, იცოდე. კაი, ბაკა, ხელებით უნდა დავითვალოთ. აბა ჯერა არ გამოუგონებიათ ახლა ხინკლის კუჭების მთლელი მაშინაა. წავალ მე რეზინის ხელს წვანებს ვიყიდი. ხო, ბებია შენი სამა რა, ახლა შენც არ მყავდე შანტაკლარას დედოფალი. აბა სხვის დაჭავს ხელებით ხوار დავითვლით. ო, კაი, წავედით ჩვენ რესტორანში და აბა თქვენიცით. ისა თითო კუჭსა ფასი აქვს, იცოდე, გაიგე? გავიგეთ, კაცო, ნუ შეგჭამეთ. ენაი, მუდო. ისე რა მაგარი გოგოები არიან აქ არა? ყოველდღე უნდა მოვიტანოთ ხოლმე ხინკალი ჩავაბაროთ. ხინკალი არა, მარტო კუჭი. ყოველდღე ხინკალს თუ შეჭამთ, დასუქდებით და ღიპები დაგედება. ის მართალია ისე. ისე ყოველდღე მუშაობთ აქ თქვენა? კი, ყოველ დღე. და რა ბაზარია ეს ხინკლის კუჭების შაბარება? ბიზნესია. ვა! რა ბიზნესი? ზუსტად ჩვენც არ ვიცით, უბრალოდ ვიბარებთ. ამერია თვა თავიდან და დავიწყო. 120 წალი არის. არა გჯერა ჩემი. 100 წალი 10 თეთრია, ფასი ხომ იცით? აუ, ძალიან ცოტაა რა, ლარი მარტო გზაში გჭირდება. ნაგვის შაბარებაში რო ფულს გაძლევენ, ეგეც საქმე არის, კაცო. ისე თავრობის პონტია აქ. თავრობის არა, ბიზნესია. მე ესეთი კაი გოგოები კუჭებს რო ითვლის. თქვენაც აში ვარსკვლავებს უნდა ითვლიდეთ, აბა? ვარსკვლავის სლაში ფულს არავინ მოგცემს ჩვენ. ისე ბევრი უნდა გვეჭამა ხინკალი რა. ხო. და ესეთი კაი გოგოებიც უნდა გვეთაგრძელებინა. შემდეგში დალიეთ. ამანა იცი რა დაგრძელობიც ის. გადაგრევს რა. სამართლა, რა ქვია თქვენა? თამუნა ქვია ორივეს. რა მაგარია. თქვენ?
მე ჯაბა. ესა კიდე ზაზა. სასიამოვნოა. გინდა ანეკდოტი მოგიყვერეთ. მოიყვევი რა. უყო ისა. იმ დღეს დავჟუჟე ხალხი. ტიპი შედის სახენკლეში რა და 99 ხინკალი მომეწონა და 99 რა არის ბარემ 100 აიჟო. 100 რა ხო არა ვარ. იმ დროს რა დავჟუჟა ხალხი ციცილი დავახნა. მაგარია. გადარევს. მაგარი. რა ხდება აქ? რა უნდა ხდებოდეს? ხინკლის კუჭებს ვაპარებთ. რამდენი ცალია გოგო? 125. ათი კაპიკის გულისთვის ჩამოდეკით ამ ხელა ხალხი აქა. აბა მილიონი ხინკლის კუჭი უნდა ჩავაბაროთ? მაგაზინებს გოგო შე. არ ვიცი. აჩემდი. ой так. რა ხდება აბა? Давай нахуй ты халакеда на ориве. რა ბიჭო? რა ბიჭო? ეს რა მივქარე რო იქ დაგაწყებინეთ მუშაობა თქვენი. ხუბეჭო როგორ ნერვები მეშლება ეხა იმათ. რა გითხარით მე? რა გითხარით? ხიკლის კუჭები ჩაიბარეთ მეთქი თუ ვიღაცა სირებს ეღრიჭეთ მეთქი, ა? რა გინდა ვიბარებდით და წესიერად არ უნდა დავაპარაკებოდეთ. იმითო ჩაიწიღო მოკლეკაბა. მაგა წესიერად არ უნდა დავაპარაკებოდით იკლია. ეს კი არა, არ გავიგონა, გოგო მაგ სიტყვა. მოდი სისხლი მოგწმინო ყურთან. სისხლი კი არა დაჯექია ხარა. ისე ხო დავადეი ბაირამ დუდუქში, ჰა? კაისო ხმა საგარა მოვიღებ და მუნჯურად ჩავიბარებ. აღარ შეიბარებ თქვენ არაფერი. ბაუბაკა. ძიო მორჩა ეხლა დამთავრდა თქვენი სამუშაოი. ვერავიდან მე იქა ახურუშებულ მეხიკლეებსა, გაიგეთ? საცემები ხარ რა, საცემები. ხალები რო დაიწყებენ მოტანასა ხინკლის კუჭებისასა, მაშინ დაიწყებთ მუშაობასა. გასაგებია? აბა როგორ დაგიამო, ან რა ლექსი გიმაღერო. აღნეტავი ერთად იყოს ხაშური და თბილისი. ნანაი ნანაპ. რა გვინდა ეს დილი შემოვიდა. მესიჯები დაგვიბიზავნო, რომელმა პუნქტმა უფრო მეტი შეიძლება. პაგათმა ბიჭო, თუ დაიჯერეს ხო რომ მესიჯებს ვეყრდნობით. ადეგებიან და სხვა რაღაცას ჩაგვიწერენ იქა. მაგალითად, ერთ კუჭსა ერთი გულივითა. აი ცერუთვით და. ო და ბიჭო, მაგათა გონიათ რომ ვითვლით, გაიგე? ეგ არის მთავარი. მომაწოდეთ. დაიწყალეთ. გავთვლია. ამათ საიდან გააქვთ ბიჭო კუჭები? დავინცი მე. ბაბო. საიდან მოგაქვს ეგ კუჭები თუ საიდუმლო არა? კარგი კუჭებია შვილო. რესტორნიდან მოგაქვს თუ სახლიდანა? ავაგროვე შვილო. ზიკა. ხო. გაუში ბაბო იურიგოთა. რატო? დავიწანდი რატო? არ შეიძლება გადიხანია გავარ დამოვალ. ამბობია კაცო. ამ სიცხეში. აბა თვილად გავართ რიგში. როდის უნდა დაითვალოს? რა იყოთ რა არის ჰა? გაგიხურებ ყველას აუიმედებ. დავიღალეთ. ცოტა. რამდენი შეგროვდა დილიდან? 3000. ცოტა. ცოტა. ხო, დაცხა რაღაცა არის სხვა მოსაფიქრებელი. აი აბა იმუშავე ახლა შენ და გამევებული ჩვენ კიდე საღამოს. წავიდოდი. კარგად მოემსახურე ხალხსა. შეძლებს და გვარად. მიდით ახლა, ხო, მიდი. ეხლა მე დავთვალე. რა პირია მოიკერეს სამჩემის გადათხუწულებმა, ჰა? ხილს არის მიზალებული. უნდა შევაპაროთ ბიჭო ვილკოსა. იქნება კიდე სხვა რამე უხდებათ ღორებსა.
კუჭი კუჭათა. მარწვის ჩენჩოი, ანა კიდე კიტრის ნათლები. იქაც ხია, კიტრი. მართალი ხარ, იქაც არის კიტრი. ილგო კი არა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქ რაცხა და მატებითი შემოსავლისათვის. ბიჭო, ცოლებმა უნდა მოუჭირონ ცოტაი და ჩვენა კიდე მივაშველოთ რამე ბიზნესი. საფხულისთვის რა იქნება იცი, კარგი? რაი? აყი. ნაყინი. ნაყინი კი არა ბიჭო ისა კიდე. ნაყინს მიაქვს მთელი ქვეყანა. აბა ეხა ბიჭო 40 გრადუს სიცხეში ვინ შეჭამს ხინკალს და ვინ დააყოლებს ზებოდან არ არის. მეც მაგას არ გეუბნები ბიჭო. მაგას არ ვიძახი სულა. მაგას გეუბნები მეც. მარა ჩემოთენგო კი მიდის ეს საქმე კარგად. ბიჭო კარგად კი მიდის მაგრამ 200 მილიარდი ლალიგარხავაში ხო იცი როგორც არის. ბიჭო როგორ არის მითხარი და დამასვენე რა. როგორ აზმაო და საქმის წინ წასვლით ა მილიონსა ვერ იშოვ. საქმე უნდა წავიდეს ლიწინითა, გაიგე? რამდენია? რა ხდება, აბა? საქმე მაქვს თქვენთან. ესეც 20. ოფშიდობა. ისე რა. 80 ჩალია. 80. გამოაცხადე პერერივი. რა დროს პერერივი? რა დროს პერერივია? დილასაკეთია ასე იქნება. ატოვეთ ეგმე შოყები და მე მოაკითხეთ ფულს. უყურე ერთი ამათ. რა ხდება, აბა? ვიღაც ტიპები იყვნენ დღეს სამჯერ მოსულები. ვინები, აქაურები? აქაურები, აბა. მარკეთილიდან ხო არ გამოვიდოდნენ აქ ჩემ დასაკაჩავებლად კაცო. მერე ბიჭო. რა ხდებაო? რა სიბარებთო, რა ხალხი ტრიალებსო? ხალხი ტრიალებს. შარზე არიან რა. რა სიბარებთო, რამდენად იბარებთო? მე ერთი კუჭი აიღო და როგორც ფეხბურთის ბურთი აეგრე გაისროლა წიხლით. ჩემი კარგი მოტყ. მერე დამელაპარაკონ ამ ბუტკის პატრონებიო. თუ ძალიან გაუბრაზდი, მოვალ ამ კუჭებს უსათითაოდ გადაგაკლავებთ. ვერ წვიტე მერე. შენ და გელოდე რომ შენ წვიტო. სად არიან ვაფშე, ვინ არიან ჩემი? რა ვქნათ, ა? რა უნდა ვქნათ? რაღაცაზე შეშობელძაღლო, ფიქრობ. ვინ კითხავთ ამათ? ხო, ვაფშე რო კითხო, ვინ კითხავ თქვენაო? არა ძმაო, მე ვერაფერს ვერ შევეკითხები რა მაგათ. პატრონს რო დაურეკოთ? პატრონს არა, ჯარს. ვაფშე რო შევხვდეთ. იქნება მაგათა ვიღაცა ლოხები ვგონივართ. ხო, რავი, არ ვიცი ძმაო, მოდი და დაელაპარაკეთ რა. ნუ ჩაეჯვავ ეხლა შენა აქა ბიჭო. თავში ვარ ორჯერ ნაცემი ჩხუბი მინდა ეხლა კაცო. შენა დაწყნარდი, დამშვიდდი. არავინ არ შეგეხება შენა, გაიგე? ჩვენა ეხლა წავალთ, მოვიფიქრებთ რაღაცას და საღამოსა ვნახავთ. კარგი. დავაი, აბა. დავიწყეთ. მოიდა. ეს რა გვაკლდა რა? ვინ ჩემი ფეხები არიან, ბიჭო, მაგენი? უბნის რეკეტები იქნებიან, ბიჭო. ეგენი ყორებზე უარესები არის. შენ რა გონია ეხლა რა, ხიკლის კუჭების სუნზე მოვიდნენ აქა? ფულის სუნი ეცათ, ფულისა და მოშავდნენ, მობნელდნენ. რა მაგათი საქმეა, ბიჭო, ჩვენ სადანა ჩავდგავს ბუტკას. შენგენა წვალე მაგ ბობოქართავ. დამანებე რა, ბიჭო, რა თავი რა, ჩემი გამჭირებია კაცო. რამეტოვე ბიჭო, პაპიროსი. რამდენ შეწევი, ენაზე გცივა. უნდა მოვიფიქროთ რამე. მოსაგვარებელია უსაფრთხოების საკითხები. ბიჭო. ისე между прочим, რო ახსენო რა.
თავრობაში ხალხი მყავსო. და ეს ბუტკებიო ცოტა შვილისა არისო. ჰა? რო კითხონ მე ცოტა შვილს. რა უნდა კითხონ ბიჭო? ეგენი ეხლა წავენ სამინისტროში და დაიწყებენ მაგის გამოკითხვასა. კაი, ვეტყვი. უნდა ვიწუწუნოთ მაგრათა. უნდა უთხრათ რომ აი ძლივ შოულობთ 2 კაპიკსაო. ეს 2 კაპიკიც რო დავკარგოთ მე რა ვაჭამოთ ბღარებსაო. ისედაც ვაპირებთ ამ ბუტკის გადატანასა სხვა ადგილასაო. არ ყვარებიათ აქა ხინკალიო. ჰა? კარგი აზრია ეგ. აი აზრია. აბა ბიჭო რო დამიდგი აქ ამ ხელა ბუტკა და დღისით მზისით ან ნაგლად თო რაღაცა ორი სიტყვა არ უნდა გეკითხა ჩვენთვის. ვიხდი ჩვენა ძმაო გადასახადს. რა გადასახადს? კანონიერია ყველაფერი. ანა კიდე თქვენ ამე სად უნდა მენახეთ ეხლა? რა ვიცი ვინ ხართ? თქვენ ბიჭო ვერ ხვდებით ვინ ვართ და რა გვინდა? ჩვენა სოფლელი ბიჭები ვართ. ჩამოვედით აქა კაპიკზე ძლივს ვაწებებთ. მარტო ვერც გავაკეთებდით ჩვენ. ზემოთყავს ხალხი და მაგერი დაგვეხმარა. სად ზემოთყავს? სად ზემოთყავს? თავრობაში. მინისტრები, მოადგილეები. პრეზიდენტის ახლობელია ჩვენ. როგორ შეგვაშინე რა და ჩვენ რომ მაგრა ყლეზე ყიდია პრეზიდენტი და მთავრობა ვერ შეგვატყე? მოდი რა საქმეზე გადავიდეთ. რა დავიდეთ? რა ვქნათ ეხლა? ეს ბუტკაი ავიღოთ და სხვაგან წავიღოთ თუ როგორ არის თქვენი უბნის ეკონომიკაი? ბიჭო, არა, ეს ბუტკა არა იყოთ რა, იმუშავეთ, იშრომეთ რა, რაღაცა 2 კაპიკი გააკეთეთ, მაგრამ აყუთი გადასახდელი უნდა გადაიხადოთ. ძმაო, ეს წესია, თო? ვიხდი თქვა, ხო გითხარით? ბიჭო, ეგ გადასახადე, ყლეზე რო კიდია, მეორედ გეუბნები და რა ვერ შეგვატყეთო? ო, მე ეგრევე შეგატყე. ძალიან კარგი და პრობლემები გინდა? მე მგონი რომ პრობლემების თავიდან აცილება მაინც შესაძლებელია. ხო, ნუ თუ ჭკუა აქვს კი. შესაძლებელი არის, მაგრამ თქვენ რა გონიათ რა, რამდენ შოულობთ ეხა ჩვენ აიქ? არაფერი არ გგონია, ბიჭო. ორლარს რო შოულობდეთ, ლარი უნდა გადაიხადო. ეგრე. ერთი სიტყვით, კაროჩე რა, ბევრი რო არ გავატრაკოთ, ფული უნდა მოიჯვას რა. საიდან ხინკლის კუჭებს ვიბარებთ, მარტო მეც კი არაფერს ვაკეთებ, თიხან. ბიჭო, და ეს ხინკლის კუჭები რამე ახალი უმორია თბილისში, თუ რა ბაზარია ვაფშე. არაფერი, ეგ არის ღორების საჭმელი. ო და ჩაგვაქვს ხოლმე სოფელში და ვაჭმევთ ხოლმე ღორებსა. საღოლს. ლეობა არის რაღაცაი. ხელი ჩამიწიე ბიჭო და მომისმინე ახლა კარგად რა. აი აქ ამ უბანში რა, ერთადერთი ვინც არ წუხდება, არის ნინი ბალავაძის ბუწიკი რა. იმიტომ რომ ნინია რა, ჩვენია რა. აი დალში ვინც რას დვიჟენიობს რა, იქ რაღაც კუჭები აქვს თუ ბიზნესი აქვს თუ რაღაცას პაფხურობს, ვაფშე ყველა ფული უნდა მოჯვას რა. ვერ გაიგეთ ბოლო თო. ისედაც რას დაამსგავსებ ბიჭო უბანი. აი ზოგჯერ აი როგორ მინდა ხოლმე რომ ესე ავდგე და ესე დაგიარო და ესე სულ ყველა. იმენა მაგჭუაზე დავდგებით ერთხელ. აი ეხლა ლუღა შეიყეით ხო? რა ვქენით? რამდენი უნდა გადაგიხადოთ და ვის უნდა გადაუხადოთ? აი რა კვალიან. არ უჩეხ მომისმინე რა. ეგ ერთი ჩამოყლევებული ტიპი რო ყავს მაღაზიაში, რა ქვია? ვინ არის? როსტომაი? ჰა? როსტომაი. აი ეს კაცი ყოველ თვე მევა. ხო. თვის ბოლოს და გამოატანს ამას ფულს. რამდენსა? რამდენს. გავიგეთ ხო ყველაფერი იდოში. გასაგებია. გასაგებია ხო? მოგებარია ჩემთვის. აუ შენ რა ვერ დალაგდი ბიჭო, მიახვედრე რა. ო აგიხსნი მერე. გარშე რა სხოდ რა, აბა დროებით რა და გელოდებით რა. ხო, და ვაფშე ბიჭო. ლაპარაკი ისწავლეთ რა, ეს კილო მოიძრეთ რა, ძმა ორღობე ხო არ არის თბილისია დო. ტვინი მოგვეწყნა რა უკვე. ო ამათ გადავიმტორებდი მუხლზე რა, ამათი კარგი სტრაკი მოუწყეს, კლეები ესე.
უთხრათ, მე დათობიძიას ხო ყავს მაკაცები. რა უნდა ბიჭო, ამაცემა 3 არიან, შეხედე. რა 3 არიან ბიჭო? ამდენი 3 გონია ეხლა ეგენი შენა. უბნის მაფია და რეკეტი არის. აბა ამა თუ აზლია, ჩვენ პული რა გადაგვრჩება მე? უნდა მოვიფიქროთ რამე. ერთი 60 ჯერა მივაშავებ, მივაბნელებ. და მე ეს უაიდე და უნდა ვაწახებინო მაგათა. ინახე ბიჭო, როგორ იწელებოდნენ. დამაცადე რას უზავ. რაო ბიჭო, რაო, რა გაგინდა შენა კიდე, რა გამიტრაკე საქმე, შეეთერი ბუტკაში შედი. შეინახე რა ეს. აი, დამშვიდი, ნახოთ ახლა. ბიჭო, რო დაელაპარაკო იმ ცოტა შვილსა. ცოტა შვილს რაზე უნდა დაველაპარაკო? რა რაზე უნდა დაელაპარაკო ბიჭო, ვაწუხებენ. რაზე ვერ მივა. ერიდება. ეგრე კარგადაც არ ვიცი. ბიჭო, ეს დოლიძელეები მონტანა ბაბულიკების ომში ვისკენგენ ხო არ იცი? მან რო ნახოთ ვინმე? რა ვიცი მე. ბაბულიკებისკენ ბაქა. ბიჭებს ათვალიერებდი ხო? არა. გაგა ბაბულიკე, გოგო მე შენ. არა, უბრალოდ ეწერა. დაეწერა, გოგო, უბრალოდ ჩვენ ბაბულიკებისკენ ვართო, ხო? მე იცადე რა ერთი წამი რა. სუგა მოგლევდა ეს ქალაქი რა. აი ახლა მოდიში ახლა მანდილოსნებთანა. ამაღამა კიდე მოვიფიქრებ. და მაგკე ვიღეჭია დოლიძელებს არ გადავატარებ ჩემს ნახინკლის კუჭარ ზურგზე. რით ვერ გადმორეკა ბიჭო? გადმორეკავს, არცალია ალბათ. აურეკე შეახსენე თავი. ბიჭო, გადმორეკავს ხო გითხარი, არცალია ეთყობა. ეტაყლე არისო რა. ბიჭო, ახლა შენი დაურეკე, ვინც ხარ? მარტო მე რომ ალაპარაკებ, თავრობის ხარ და ყველაფერს. შეკარგ მოტყრულო შენა, მე არ დაგაკავშირე ვილკოსთანა. დიდი ამბავი ეხლა 1-2 ტილიანი საქმე გაარკვიო. გამარჯობათ. გამარჯობა. რომელი საწყავი გნებავთ? რეგულარითა გააზიპინე ბატონო. კი ბატონო, Energy Card-ზე გვაქვს 25 ლარზე გათამაშების ბილეთი საგრძელო ევროპის ჩემპიონატის ფინალზე დასასრული. ვა! მართლა? კი ბატონო. მაშინ, ვიზა შემოდა 25 ლარი ჩაგვის. რაიღო ბიჭო, ავღელდი. მეც ადამიანი ვარ. ჩვენა ორთავე ვარ სოფლელი. შედა ნათესავები ყავთ თბილისელები და მე კიდე იმენა კარენოი სოფლელი ვარ. კაი, დაურეკავ მე. სულ შენ უნდა დარეკო ხოლმე შესაქმეზე თორე. კი არავინ გადმოგირეკავს. Energy Card-ზე? აჰა. აიჩეთ რომელი ბილეტს გენებოთ? მოდი ბიჭო, ხო გიყვარ შენ ლატარია. აირჩი. აჰა. უეჭველი მოიგე. ჩააგდეთ თქვენი ხელით. ერთი მიზავრობა მოგება. მადლობა. ო, კარგად. მეტი არ არის ჩემი მტერი რა მოვიდა. ბიჭო, რა იცი შენ?
დარეკე ბიჭო, დარეკე ეს კარგე მოწყნული, დარეკე რა. რეკავ, მაცალე. რაგას რეკა დაღამდა უკვე. რეკავ თქვა, მითხარი. ჯო სამი სამსახური შოვი, ერთი დამაწყები. კოლექტივია, მე გამაწყები იწოდება. ოპა! შენ გენაცვალე. ცოტა შეგვიძრიანი. მადლობა. მოიცა კაცო ეს ბადრიჟანი რა თქმა ხო და სანდრი, კაი ჯგუფია. მაგარი კოლექტივია შეგვიძრე. ძმებო, რა მოიცა კაი წამი. მოდი რა გვეშენებინოს და ჩვენი აშენებული ქალებს არ დაენგრევთ რა ერთი ეგ მინდა რა. გაუმოწოს. ვაიმე ბაქარი უნდა დამერეკა და დამავიწყდა. ხო, ბაქარ, ეხლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. რათობიზია საქმეები? სასწრაფო არა მე? მოვიდა. მომისმინებ, რესტორანში ვარ, მრავალჯამიერში და აქ მოდი და დავილაპარაკოთ რა. კაი. ჩემთან არის თენგო და რო წამოვიყვანო, ხო შეიძლება? კი, კაცო, როგორ არ შეიძლება, წამოდით. მოდი. ალო. აი. რაიო ბიჭო. რესტორანში ვართო, წამეიყვანო თენგო და მოდით. მართლა. ხო. არ ხეიდა ხალხი არიან ბიჭო ეგენი, ჰა? წევედით რა. ისე გაეგებათ მაგათ ამ უბნისა და რეკეტისა რამე? ყველაფერი გეეგება ბიძაჩემს. არის ბიჭო რა ვარი კაცია. ვინა ბიჭო, დათოი? ო. როგორ არ ვიცი ბიჭო, არ ვიცი აბა. გოდუხვი აქ. დავით. ეხედავ და მე ძალიან მაღალია, ძალიან. ო, გაუმართლა, რა ვახარ ბიჭო? კარგად, როგორ ახარ დათო? კარგად. როგორ ახარ? კარგად. გამარჯობა, გამარჯობა. ბიჭო, შენზე გავიგე ბიზნესმენი გახდე. აღზარდი. კუჭები არ აჭამოთ რა ზღურათა. აი ბიზნესი. ჰე, აბა, გისმენთ. რაშია საქმე, მოყევი. კარგია, ყველანი ერთად რო შეიკრიბ. გაჩები ჯო, მე ვიტყვი. კაროჩე, პუნქტები გავხსენით რა სხვადასხვა უბანში. და დოლიძეზე შეგვექმნა მაგარი პრობლემები. რატო არ ჭამენ ხინკალს? როგორ არ ჭამენ? ჭამენ კიდეცა და მოაქვთ კიდეცა, მაგრამ ვიღაცა წელში გაწყვეტილი ტიპები დაგვადგნენ თავზე. გადასახადი გადაიხადეთო. რა გადასახადია, ბიჭო? რავი, მაგათი კარგიცა მოვტყანა. უბნის რეკეტი რა. კაი ერთი. გაჩერდი მე რა თვალი ხარ. რა ისი? გაჩერდი. ზაზა. გისმენთ გაჩერდი. ისედაც ცოტა შოულობთ და ახლა კიდე იმათ რომ უხადოთ ფული. ო და მაგათა კიდე თუ დაისვავ თავზე, ხო? დაგაჯდებიან კისერზე. და მოგთხოვენ და მოგთხოვენ ბევრსა. კი. ეგ მართალია. უნდა უჩივლოთ რა. არა კაცო რა უნდა უჩივლოთ. თავრობასთან გვინდა რომ ჩავაწყოთ. ხო. ანა კიდე რავი, ვინმე რო დაელაპარაკოთ ან თქვენა ან ვინმე კი, კაცო. მოგშორდნენ რა წავიდნენ მანდე დანაკაცო. რომელი მაგნატები ჩვენ ვართ. ხო და მაგნატები რო არ ახარ, ჩემო ძმაო, იმიტომ გაწუხებენ, კაცო. ეს ქვეყანა სხვანაირადაა მოწყობილი, ხო ხედავ? აბა გრიშასთან კერავინ მიდის უბნიდან და კერეუნება ვინმე რამეს ფული მომეციო, კაცო. ასია რა. ჩემი სიზეა დოლიძელი და გავიგებთ ვინ არიან, რა არიან, რა უნდა. აუ ნახოთ ზაზა, всё, ნახოთ რა. გაჩერდი. არა, სიძე კაი არის. მით უმეტესა ეხა დოლიძეზე თუ ეთქმის სიტყვაა. აი ხაშურში რო იყოთ რა. გენაცვალოთ ჩემი თავის უყველა საძმაო. არა, კაცო, ეთქმის და თუ ისე არ ეთქმის, როგორც უნდა ეთქმოდეს, ისეთი ვიღაცები ესოდენება, ვისაც ეთქმის. შენ გაგიმარჯოს ღმერთო. ნოგეშინი. ძალიან ბაკა. თქვენ გაგიმარჯოთ რა და თქვენი თავადობით კიდე ყველა კაი კაც გოუბართ. შენ გენასოლე ჯიგარში. აი ხარ ბიჭო. ატარაგიბა. ამ ხელა მახსოვს ბაკარი. ჩემი ძმა. მაგარი კაცი ხარ, მაგარი კაცი. ხო და რას გიყვები რა? ეხა თქვენ კი არ ვარ. რა მოიცა ბიჭო, რა შვებები? მოვალ, კაცო, მოვალ. ვაუნიშთავ სამსახურის დაწყებას და მოვალ, რა მოგივიდა? ბიჭო, პირველივე დღეს როგორ დათვერი? ხო გთხოვე საღამოს ბავშვები დაიტოვეთ ხო არა? არ გითხოვია, ნინასვენაცვალი, არ გითხოვია, არა. ეხლა გთხოვ, მობძან და დაიტოვეთ. მე კატოსთან ვაპირებ წასვლას. არა, ეხა ვერ მოვალ რა. გაუარე, კატოს წამოიყვანე ბავშვები და მოდით. აუ, შენ დააფრინე, სად მოვიდე, რეებს მეუბნები. გოგო, რა მოგიeda ეხლა? სულ თქვენ სადღეგრძელოს გესმის შენ? აუ, დათო რა. აუ, ნახე.
დაიწყეს, ხო? კაი, არა უშავს დაასხი ზაზუში რა. როგორ არის ახლა ჩვენი საქმე იქ? მთვრალები წავიდეთ. მოიცადოს, მოიცა, მე დაურეკავ ახლა ჩემს სიძეს და ყველაფერს დავაყარე. მერაბა. შუსტრი ვარ, ბიჭო, შუსტრი. მოდი აი ამ შუსტრ კაცს გაუმარჯოს. ნამდვილად, თქვენ გაგიმარჯოთ, თქვენას უყველასა. დაგიმარჯოს. გივიკო. ზაზაო არ შეჩემ. ბიჭო. ეხა მისმინე. სიძეშე გორხას ფაუში. გივიკო. აგერ, ბაქა რა. ერთი წენგო. სანდრიკა მერაბა რა. მოდი შევთან ბიჭო, მოდი. მოდი. ამიხსენი აბა რა ხარ? ბიჭო, კაროჩი ახლა რა ბაზარია? მე აგიხსენ. ერთი წამი ჩემი ძმა. კაროჩი ახლა რა ბაზარია? იცი რომ ამათ აქვს რაღაცა ხინკლის კუჭების ბიზნესი თუ რაღაცა რა და ვიღაცა მისი ბიზნესი? არის ის სასაცილო ბიზნესი არის, ხოთა შორისა რა. ხო და ახლა ერთი წამი რა ახლა რა ბაზარია რა. ვიღაცა დოლიძელები, კაროჩი, რაღაცა უბნის დეღეგეს თუ რაღაცას თხოვენ და ძმობას გაფიცებ ახლა რა ამათ ორ კაპიკზე ნუ იმას იზავი რა. და ვინ არის ვაფშე ეს დოლიძელები? კეთხვი. ხუიოზნა. ერთი არის ოთხკუთხედი თავია აქვს რა, კირპიჩაო ასე დაუძახეს. მეორე კიდე ჯოხი დაიკაკვებოდა იქ. მესამე იმენა მუდო იყო რა, სახელი აღარ მახსოვს. ბიჭო. კირპიჩა ვიციტო? იცი. კი, კირპიჩა ვიცი, მომისმინე. კაროჩე, თუ დიდი კუშია, დიდი ხალხის მოჩავდეთ რა. არა, ჩემო ძმაო, რა დიდი კუში. ხინკლის კუჭებს ვიბარებ, მარტო რაც ხა უბედური ის არის, რა ქვია, ბუთკა არის, რა ვიცი. ხო, გასაგებია. აი ტოქში მე დაურეკავ რა, დავალაპარაკებ, ჩემი ჩერეს ბრატები არიან რა და მოვიდა. გივიკო. მოდი რა ერთად ვართ. ეხლა და ბამე მივიდნენ და ყველამ ერთად ნახოთ. ნახოთ, თორეზია. მაგარი აზრი არის. ბევრნი ვარ და თუ რამე ისეთი წავე და გავხანოთ უწყვიტო. მოიცა ძმაო, რა წვიტო შმიტოტო, ის ხო არ არის, აბა, ჯერ მთვრალები მოდიხართ ვაფშე ჩემ უბანში. ხო. აი რა ზაზა. არა, ერთი წამი ჩემი ძმა, ეხა აქ ხაშური კი არ არის ბიჭო. აგერ გივიკოს მოусმინოთ და ვეტყვის რა და როგორ ჯობია. როგორ ჯობია და მე დაურეკავ რა მაგათ რა, ჩემი ჩერეს ბრატები არიან მეთქი რა. დიპლომატია რამე. ო, აბა რა, მეც მაგას ვიძახი შეჩემო, აბა რა, ბაზარი არ არის. ხო და დაგირეკავ. დამირეკე, გელუდე. გივიკო, გენასვალი, მადლობა. ბიჭო, შენ ის ვაფშე ჩვენთან აღარ უნდა გამოიაროთ, ხო? ბიჭო, დერხა, დიმა გონია. რა უნდა ქნას, მაგ წარაკუამა მაგანა. ბიჭო, კაჩუმდი, არ გეიგონოს რა. გაიგონოს კიდე ჩემ პალეს. ბიჭო! ხო იცი როგორ მეყარხარ, მიდი. დავაი, აბა. დამირეკე რა. დავედი, ფე. აბა ზბოგან დავაი, ჭკვიანად რა. მესარებოდა რა, ნაჭამნასოზე ჭუბი. ვაფშე ძმობას გაბი წამო ხო არ გავაგზელო, წამო რა. ძმობა წამო რა, შეშენიო. რა ხანგაზას ისე ყოლია, ზაზა. აი ხა წამო, შენ. მირსე რა. არა, მადლობა. ზაზი, დავაი, აბა თქვენიც რა. დავაი, დამირეკე. მიდი. ჩინიჭერემე. ჭონელა ბიჭო, დამარცხები რა, მუშაობა, დამარცხები რა, თორე ეგონა შემხედარე, გავხდი უკვე კილერი. ბიჭო, არქიტექტორი მაინც იყო, შედალოცვილი შვილი. კაცო, გავაკეთე. მე ვარ არქიტექტორი. რის არქიტექტორი? მე ვარ ურთიერთობების არქიტექტორიკოსი ვარ. წადი რა, წადი. არა გენაცვალე იყო 100 კუჭი. არ იყო 100 რა დავთვალე წამოღების წინ და 120 იყო რა. რა გავაკეთო? საიდან მოვიდა? დაწყნარდი ჯიგარო გავარკვევ ყველაფერს. დათვალე თავიდანა. ხო დავითვალე არა. დათვალე მეთქი თავიდანა. ბიჭო. მაგრათა დექი შენა გაიგე, შიშიანა ჩვენ. გავარ ჩემთვის. რო გამოივლიან,
დაროვაო მიესალმე. ბარო ბიჭებს. ბარო ბიჭები, ბარო. გაჭრა მგონი ბიჭო. აბა რა გეგონა შენ. პატივი უნდა ვცეთ ბიჭებსა. ვისა ბიჭო ამა? ამათ კი არა ბიჭო, ზაზასა და ბიჭებსა. ჟმოტები რო არ ვეგონოთ, გაიგე. ო, დაურეკა ვახ. ო, ბიდი დაურეკე. 120-30 ლარი დავხარჯოთ. ბატონო, ბატონო, გამარჯობა. გამარჯობა ბაქარ, ხომშვიდობა. აბა შეგაჩვიე პრობლემებზე დარეკვას. ბიჭო, დროზე მითხარი, ბაქარ, მუშაობ, კაცო. მე და თენგოს მინდა როგცეთ პატევი, შენ და ზაზაბიძიას რა და სამსახურის მერე გესლებათ როგორცეთ პატევი? იგოთ. სამსახურის შემდეგ შევძლებ. ხო, და პერერივზაც იყოს, არაა პრობლემა. გადავრეკავ, გადმოვრეკავ და გააგებინებ. კაი. დავით ასე თუ შენ. რა ვიცი, ბეკა გადასარევია მე მგონი რა. ეგ არის რა. კარგია. აი კი. სანდრი. ხო. იქ მოგვარდა თურმე ყველაფერი. ბაქარი და თენგო კისრულობენ რა. მშვენიერია რა გინდა მე. ხო დავით. ზაზა. ბაქარს და თენგოს უნდათ რომ პატივი გვცენ. ეხლა ვქნა თუ საღამოსო. მოყომარდა ხო ყველაფერი? ხო, ყველაფერი კარგად და ყველას გვეპატიჟებიან რა. და არ გაუტეხოთ. არა, კაკრას ფშია და დავაი რა, შეუბერთ. ანუ საღამოს არა ეხლა. არა, კეიფს ვიწყებ დილიდან. მე სამსახური ბიჭო. შესვენება ხო გაქვს შეში? ხო. იქიდან წავალ პირდაპირ ობიექტზე. ხო და დავაი. სანდრიკას უთხარი უკვე მერებს დაურეკავ. დავაი. მოდი. ვა! როგორ ახარ ვერამა? აი კაცი. გივიკოს ვენაცვალეები. ვენაცვალე დაჯიქი შენა, შემოვლე დაჯიქი. როგორ ახარ და თუ? არო. დაჯიქი, დავა. შუადღე კი არის, მაგრამ ყველაფერი ყრია გემარიანად. აი კაცო, ამბავია, რა გინდოდა ამდენი ბაქარ რა. ეკუთვნით და თუ ეხლა და მაროგორა. დათობეძია, გვითამადე რა, გავეცე. აპა, არა, ვერ გითამადე. არა, კაცო, გასაქცევია. მაშინა მე ვითამადებ. ო, მიდი, შვენიერია. მოდით აბა. ერთი ვახსენოთ. და მისი ძალაი. ის რო არ ყოფილიყო, ხო? არც ჩვენ ვიქნებოდით. არც ხინკლის კუჭები იქნებოდა. არც კაი ბიჭები იქნებოდნენ. და არ ჩვენი შეხვედრაი. აბა დიდებო. გაუმარჯოს მის ძალასა, აბა. დიდება უფავს. შეგვეცით. დღესა მაგათმა ისე ჩაიარეს, როგორც დღეში შველებმა რა. აბა რა იქნებოდა? ერთი ზვანო კიდე всё, ია. მაგარი ხარ. ალბათ ძალიან დიდ პატივს გცემენ უბანში. ალბათ. რა ალბათ ბიჭო, გივიკო არის მენა ბოსების ბოსი. ო და მაშინა მოდი. გივიკოს ადღერდელო მოვცხოთ. გაუმარჯოს, გივიკოს გაუმარჯოს. გაიხარეთ. გაგიმარჯოს, ჯიგარო. შენ რო არ ყოფილიყავი, ხო? არ აღდგებოდა იმ უბანში სამართლიანობაი. გაუმარჯოს გივიკოსა. გივი, გაგიმარჯოს გენაცვალე. აი კაცი ხარ, შენ. გაიხარეთ, მადლობა, გაიხარეთ. რა ხდება, აბა როგორ მიდის ბიზნესი? ლიწინითა ზაზა, ლიწინითა. კარგად მიდის, ზაზაბიძია, რასაც ჩვენ იმას ვეწვალებით, რა ვიცი. ჩვენა კიდე ახლა გვინდა ახალი ბიზნესი დავიწყოთ. აი, კაცო, ერთში. ვინ საკაცს უნდა შევხვდეს დღეს? რა ვინც ხაკაც ბიჭო, ესენი აღარ ხუმრობენ, ხო იცი? აი რა და თო რა გვეხუმრება კაცო. უნდა გავაფართოვოთ ბიზნესი. რა ვიცი, ამდენი ხანი ფიქრობ და ამ არქიტექტურის გარდა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და. მოვყევით აბა მიდი. კაროჩე, ბულგარეთში ხო შედის ხინკლის კუჭები პარომებითა. ხო და ეგენი ყოფილან მართლმადიდებლები. მაგათო ვენაცვალეს ყველასა რა. ეს ყველაფერი ბიჭო შედის მადლითა და გამოდის მადლითა. ო და ორ კაცს უნდა შევხვედროდით რა და არ შევხვდნენ. ნაზუქები უნდა გაგვეტანებინა იქ.
ეხლა კიდე მესამე უნდა ვნახოთ. რა ნაზუქები ბაქა რა სამბობ. დათვლილი მაქვს და თო უკვე. ერთი ხაშურელი ქალი ვიცი რა, ძალიან მაგარი ქალი არის, აი მამალი ქალი არის. ერთ გამოცხობაზე აცხობს 100 ნაზუქს აძამაო. რაღაცა სამაძელი კაფეჩკაა, გაიგე. და ნელ-ნელა შეუშვებთ ამ ნაზუქებსა ბულგარეთში. თანა კიდე გვინდა რომ ჩვენს ფირმასა სახელი დავარქვათ. Tengoy and Bakari. ათობეძია. ახლა სიმართლე მითხარი რა, შენი რო ვარ მაგედო კი არა. დაუპირდი ახლა, მოკლედ არ ჯობია. აი მაგალითად ბათე, ბაქარი და თენგო, ჰა? არა, ძმაო, რა გესწრები, აღარ ხუმრობ. რა გინდა, საღო, საღო. კაცო, ბათე ჯობია, ბათე ჯობია. არ გეუნებოდი? დამოწყებით, რა იქნება თქვენთან სამსახური ხალხი არა ხართ კაცო? რაზეა, ლაპარაკი, მე რა მევიძია, რა სიტყვი ბიჭო. განვიხილავთ მაგ საკითხს. ამა, თუ ყურე, ბიჭო. Короче, ეს ნაზუქის ბიზნესი მაგარი აპასნი მგონია რა. რატო არ ევითო მოაპასნი? რატო და ხუივოზნაით ამ ბულგარელებს თუ ვიღაცებს ვაფშე დაევასებოდა შენ ნაზუქი თუ არ დაევასებოდ? და ბიჭო, უნდა შეხვდეთ იმ კაცსა კაცო და გავატაროთ ეს ნაზუქები. ვილკოსთვის გვაქვს კიდე ცალკე გადანახული საჩუქრათა. იმასა ბიჭო კი არ აინტერესებს ღორების გარდა არაფერი, მაგრამ აიცა ჩვენა რაღაცას ვიზავთ ჩვენებურათა რა, ჯიგრულად. ხო, აბა რაღაც და ბედის მონახევრია იგი ვიყავით. ბიჭო, რაღაცა უნდა გირჩიოთ რა. აი როგორც ჩემ ძმისშვილებს და როგორც აი ხალხს რა. ისმენა ბაჯიგარო. რომთ არ დაიგრუზოთ და ეგ ბაზარი არ გავარა. ჩვენ ამარო ტვირთით ვიგრუზებით. აროჩე, აი როგორ გითხრათ რა. ბიჭო, ცოტა უნდა დაიხვეწოთ რა. ხვდები რაღაცა ზმანი, ბაზარი, დვიჟენია, რაღაცა ბიზნეს პარტნიორებმა არასერიოზულად არ უნდა აგიქმო, ხო? რაღაცა აქანე, იქანე და ბიჭო და რაღაცა ბაზარი არ მოსულა რა. რა უნდა ბიჭო თბილისელების გამოჯავრებასა? ვიყურე. აბა. კოფეს სიმონ. შენ ახლა მაინც რაღაცას ურევ. ეგ არ არის თქვენს. ისე ქევიფიქრე მასწავლებელი ხო არ აგვეყანა თუ. მომისმინეთ, ხა მართლაც გეუბნებათ რა. თქვენ სერიოზულ ამბავში ხართ, უნდა გასერიოზულდეთ. ბაქა. ო, იმიჯი რაღაცა რა, ხო ხვდებით. ეგა ჩვენც ვიფიქრეთ. კაი ჯიპი გვინდა რა, რომ შეხვედრებზე მოვკაწროთ ხოლმე. ო, კაკრას, ჯიპები ყავთ სოფლელებს ყველას. რა ბეჭო, ცუდი არის სოფელი. ბიჭო, რა იყო, რა დაგემართა კაცო შენ? აი სოფლელს რა ჯობია ძმაო. მაგრამ სანამ ამ ხალხის ტვინში შეიყვან შენ ამას ყველაფერს, ჯობია რომ კაი საათი გაიგეთო, კაი შარველი ჩაიცვა, კაი კოსტუმი ჩაიცვა და ისე იყო რა. ო, წინდ ბიჭო. სასაყოდროდ კი არ ვამბობ, კაცო, ისე გითხარით რა. პირიქით ზაზაბიძია რა სამო, რა ვაგეგადრება მაგ. ხო და მაშინა მოდით ჩვენ გაგებას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. კაი ბიჭო, მე უნდა გავიდება თქვენი დაჯექი ძია, დაჯექი. დერა შენი სატყირზელოი არ დამილევი. დავჯექი. დაჯექი. გაუმარჯოს, აბა, გაუმარჯოს. გაუმარჯოს, გაგებას გაუმარჯოს. გაგებას გაუმარჯოს. აბა. ეგრე არა შეკარგებოდ. ბიჭო, იღერე რა. დედა თუთის ფოთოლია. შვილი ამრესუმის ჭია. კარგი არის. ისე ბიჭო, ზაზა ეძახე შენა და სიმართლე კითხვა. ის გოდერძა რო არ შეხვდა და რამაზაე. უთუოთო მაგის ბრალი იქნება რა. ვისი ბრალი? რისი და მაგშავლისა შეკარგმოტყულო შენა. შენ შარვალს მიხედე რა. ორივე მულა მივხედოთ შავლებსა. მართალი ხარ შენ? წამოიხა წავიდეს და კი პატრონ მოტყულებს რო აცვიათ, ისე ჩავიცვათ. ვის? მამულიკებსა. კაი, აბა თქო მოვისაზრდოვანი. ო, დაურეკოთ ბიჭო. ეგენიც გავზმაროთ, ეგ კარგი მოტყულები ეგენი. ამა გაგრძელე. დედა თუთის ფოთოლია, შვილი აბრესუმის ჭია.
თამუნა თამუნა გოგო რო გეძახი არ უნდა გამაგონო ხა რა იყო რა იყო შემომხედი აბა აბაზი ხარ რა გაცინებს გოგო არ მომიყვანო მანდა თორე აი ვეშოლკით ქცემიცო გიხდება რა რა არის ბიჭო ესა რა იყიდეი ხა წადი გამოიცვალე პიდარასტი არავის ეგონო მომწონს მე აუ ბაქა მეც ძალიან მომწონს რა მოგწონთ არ გადამრიო და არ გადამიყვანო ჭკუიდალა წადი მეთქი გამოიცვალე ბიჭო უგასწრავად დიახ ეს შარვალი ხოა კაც რა თქმა უნდა კაცსა მადლობა ევიგე თამას ალე მოგესალმებით ბატონო გია როგორ ბრძანდებით